ამინდის პროგნოზის პარტნიორია ამინდი-G. ამინდის პროგნოზის პარტნიორია ამინდი-G. ახალი ამბების ტელევიზია პალიტრა ნიუსი უკვე შენს მობილურში. გადმოწერე IPN-ის მობილური აპლიკაცია. უყურე პალიტრა ნიუს პირდაპირ ეთერში და მიიღე უახლესი ინფორმაცია პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის და სხვა მნიშვნელოვანი ამბების შესახებ. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ასევე Android-ის მომხმარებელთათვის. ბრუნდება პირდაპირ ეთერში. ეს პროცესი რაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ეს არის საგანგაშო. ეს არის ბრძანება, ეს არის მითითება, ეს არის მოთხოვნა. ვალდებულება და პასუხისმგებლობა სახელმწიფოსი. ორივე კანონი იმსახურებდა ვეტოს გამოყენებას. გარეულობა, ზეწოლა ადამიანებზე, სტრესი. შეშინებულია ქართული ოცნება. სხვა რა გააკეთა ამ ხელისუფლებამ. ერთადერთი გვეშინია იმით, რომ ქვეყანაში ვითარება არ აირიოს. ხელისუფლება როგორ სარგებლობს ამ თემით, ამას მინდა ხაზი გაუსვა. როდესაც საგარეო ფაქტორს კიდევ უფრო ამძიმებს შიდა დაპირისპირება, საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესის მიღმა არ დგას. ბიზნესი და ეკონომიკა, სოციალური საკითხები და ყოველდღიური გამოწვევები, ფასები, ტენდენციები, წესები და რეგულაციები, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ცვლის. ყველა პასუხი თქვენთვის მნიშვნელოვან შეკითხვაზე. აქ, პალიტრა ნიუსზე, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს ზუსტად 13 საათზე, გადაცემაში საქმე. მე თათა ჩიკვილაძე ვარ, ეს არის Art-Time და ჩვენ მოგზაურობთ კულტურის სფეროში. სულ მაგას ვამბობდი, რომ მე მინდა, მართლა მქონდა ეს სურვილი, რომ ჩემში იმხელა ენერგეტიკას გრძნობდი, რომ მეთქი უნდა დავამტკიცო, რომ ქალი დირიჟორი არსებობს რა. აჰა. მიხდება? ეს ახალი თეატრი არის თავისუფლად. რომ მომღერალი ხარ და ძგე ხარ და იპრანჭები ფლირტი გაქვს პარტნიორთან როგორც მომღერალი რაღაცა დუეტს ასრულებდი კამერასთან. And all that jazz, start the car, I know a whoopee spot. That jazz. დილის პალიტრას წარმოგიდგენთ ავერსი, რომელიც სიყვარულით გთავაზობთ თავის მოვლის, კოსმეტიკის და ბავშვთა პრემიუმ ბრენდებს.
დილამშვიდობის მოგესალმებით, მივესალმები დილის პალიტრის მაყურებელს, ვინც ახლა გვიერთდება ნელ-ნელა და შევახსენებთ. ძალიან კარგ დროს შემოგვიერთდნენ. კი, დილის 8 საათიდან ვართ პირდაპირ ეთერში. თქვენთვის წინ ჯერ კიდევ ძალიან საინტერესო ნაწილი ჩვენი გადაცემისა გელოდებათ, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად. კი ბატონო, უნდა ვისაუბროთ ძალიან საინტერესო თემაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის არის აქტუალური. თეატრი, ზოგადად ხელოვნება და კულტურის სფერო ჩვენი გენეტიკური კოდი არის, ამიტომაც ამ თემებზე საუბარი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სასიამოვნოა და თანაც კი ბატონო, როგორც სტუმართან ერთად. ბატონი ლევან წულაძე არის რეჟისორი, ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ ესა დილადრიან მობრძანდით და დაგვიწმეთ თქვენი ძვირფასი დრო. გვინდა რომ ჩვენს მაყურებელს მოუყვეთ თეატრის სახელოსნო 42 შესახებ და დეკემბერში დაგეგმილი ესე რომ თქვა პრემიერების შესახებ, რომელიც საკმაოდ დატვირთული არის და მინდა რომ გამოვიყენოთ ეს პერიოდი, როგორც პრემიერაზე საუბრისთვის, ასევე თქვენ არაერთ ქვეყანაში იყავით, ამ ბოლო პერიოდში სუბტიტრებს იყენებთ სპექტაკლების დროს და უცხოელ აუდიტორიას უფრო ახლოს აცნობთ ჩვენს კულტურას და მოკლედ ყველაფერი მაინტერესებს, მაგრამ ჯერ დავიწყოთ დეკემბრის სიახლეებით. დეკემბრის სიახლეები პირველ რიგში ახლა აი პრემიერა იყო პრაქტიკულად შეშლილის წერილები გოგოლის, რომელიც ძველი სპექტაკლი იყო, რომელიც აღვადგინეთ ჩინეთის გასტროლი იგეგმებოდა და იმ ჩინელებმა მოითხოვეს ეს სპექტაკლი, რომელიც 14 წლის წინ ნახიათ და მოვიდნენ ფოტოებით და არ გითხოვნა უთხარ და აღვადგინეთ და წავიღეთ ჩინეთში ქონდა ეხლა ნოემბერში და ეხლა ვამზადებთ ძალიან რთულ იმას ერთ სპექტაკლს დასტაევსკის მიხედვით არის მიწისქვეშეთ დღიურები, მიწისქვეშეთის ადამიანის დღიურები. ესეთი ნაკლებად ცნობილი ნოველაა, მაგრამ ძალიან რთული ორკაციანი პიესაა და ესეთი აი ჩაფლობილი ვართ ეხლა ამ სამუშაო პროცესის პრემიერა როდისთვის არის დაგეგმილი ბატონო? აი ესე გვინდა 15-ში, 16-ში ჯერ პირველ რიგში გავაკეთებთ ესეთ ღია რეპეტიციას, სადაც ესეთ ნელ-ნელა ტრადიციასაც ჩამოგვიყალიბდა, როდესაც უძახით მაყურებელს, ან ჩვენ მაცხადებთ უბრალოდ Facebook-ში, რომ აი ღია რეპეტიციაზე დასწრება როდის რაღაც ხალხი, რომელსაც ნახავზე მეტ ვიცნობთ უკვე და რეპეტიციაზე დასწრება კიდევ უფრო მეტი სიახლოვე არის. ის არის, რა ქვია, ძალიან სასარგებლო სინჯავს და მე საუბრობთ იმ ხალხთან და რაღაცა საინტერესო რამე გამოდის და მე იგეგმება ხოლმე პრემიერა. დიახ. იცით რა, რაღაცნაირად შევაჯამოთ. ბოლო პერიოდის განმავლობაში თეატრი როგორ შეიცვალა, რა შეიცვალა, იმიტომ რომ არის რაღაც სიახლეები ზოგადად მიმართულებაში, რაც აქვს მაგალითად ახალ თაობებს მოთხოვნა, ამანაც განაპირობა, რომ რაღაც უფრო მეტად თანამედროვე გახდა თეატრი ჩვენს ქვეყანაშიც, მაგრამ რა დარჩა უცვლელი და რა არის, ესე რომ ვთქვათ, გათანამედროვებული? თანამედროვე ყოველთვის იყო ქართული თეატრი. მაშინაც კი, როდესაც აი საბჭოთა კავშირის დროსაც კი ქართული თეატრი ყველაზე ესეთი იყო. ავანგარდული შეიძლება არ იყო მანდამაინც, მაგრამ ყველაზე თამამი იყო, იმიტომ რომ შედარებით ჩვენთან ნაკლები იყო, ხო. მაინც ირონიული ქვეყანა ვიყავით და კომუნისტებიც ირონიით უყურებდნენ საკუთარ თავს და მოკლედ რაღაც ნაკლებად ისეთი როგორც მაგალითად სხვაგან აკრძალული სპექტაკლები მაგალითად აქ ჩამოქონდათ. ჯერ და აქ იყო პრემიერა და აქედან კარგი პრესით რომ მიდიოდა და მე აღარ ნაკლები მოკლედ მაგრამ ბოლო დროის თეატრი ძალიან საინტერესო გახდა, გაცილებით მაგარი გახდა ჩემი აზრით, იმიტომ რომ მეტი სოციალური მიმართულება აქვს. შეიძლება ცოტა ზედმეტად მეტი სოციალური მიმართულება აქვს, ცოტა მეშინია რომ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ალბათ ვერაულით გვერდს ამას და მაგით თეატრს აქვს უნარი ზოგადად გამოიცვალოს ხოლმე პროფილი და აი ზოგჯერ თეატრი არის ექიმი, ეხმარება ადამიანებს გაუძლოს მძიმე დროს. ზოგჯერ არის ჯამბაზი უბრალოდ მხოლოდ გასკართობა, ზოგჯერ განგსტერია, ზოგჯერ ტერორისტია, ზოგჯერ ფსიქოლოგია, ზოგჯერ მეგობარია, ზოგჯერ ისა და აი ეხლა ჩემი აზრით ეხლა უფრო უნდა მიიღოს აი ეს ექიმის როლი.
რაღაცნაირად ბოლო პერიოდში დაახლოებით 2 წლის განმავლობაში რთულია ბილეთის ყიდვაც კი სპექტაკლებზე იმდენად დიდი მოთხოვნა არის. თქვენი აზრით რამ განაპირობა ეს ყველაფერი? ვერ გეტყვით, ძალიან მიხარია ეს ამბავი. ძალიან გახარებულები ვართ ამის გამო. ალბათ თეატრების დამსახურებაა, რომ რაღაცნაირად ჯერ ერთი ამ პოლიტიკურ მოვლენებში თეატრმა მოულოდნელად ითამაშა ძალიან მნიშვნელოვანი როლი. არასდროს ესეთი არ ყოფილა თეატრი. ყოველთვის ყველაზე ესეთი დამოკიდებული პროფესიაა მაინც ესეთი და ნაკლებად აქტიური იყო ყოველთვის და აი ამ ბოლო დროს შეიძლება დამოუკიდებელი თეატრების პრივალი ბევრი დამოუკიდებელი შესანიშნავი თეატრებია და არ ვიცი რა, მაგრამ უცებ მოხდა ეს ახალგაზრდების დამსახურება. ან ალბათ იმანაც რომ გამოჩნდნენ ხო ეს ახალგაზრდები. წინ წავიდნენ ყველა. მე პანდემიის პერიოდს ვადარებ ხოლმე რაღაც მაგას. ძალიან ამაყობ ჩემი კოლეგებით. გეური წარმატება ქართულ თეატრს, იმიტომ რომ ხო რაღაცნაირად გონია რომ ძალიან აქტიური გახდა პანდემიის შემდეგ, თითქოს ყველას უფრო მეტად მოუნდა რომ რაღაცა კულტურასთან დაახლოებულიყო და ან თავისი ნიჭი კიდევ უფრო მეტად გარღმავებინა. მე მინდა ისევ ჩინეთს დავუბრუნდეთ და ზოგადად თეატრის ესე რომ ვთქვათ ახალ ეს მიმართულებას, როცა სუბტიტრებს იყენებთ თქვენ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სხვადასხვა ქვეყნის ესე რომ ვთქვათ აუდიტორიას უფრო ახლოს აცნობთ იმ თემებს, იმ ესე რომ ვთქვათ რასაც თქვენ სპექტაკლის დროს ყვებით, მაინც ძალიან დიდი პატივისცემარს ასევე მათთვის, რომ მათ საკუთარ ენაზე აქვთ საშუალება, რომ აღიქვან უფრო მეტად და წაიკითხონ. ჩინეთის კულტურა რადიკალურად განსხვავდება ჩვენი ქვეყნის კულტურისგან და მაინტერესებს მათი ესე რომ ვთქვათ რეაქცია, რამდენად ემოციური იყო მათთვის, რამდენად კარგად მიიღეს და მოკეთ აი ეს რაღაცნაირი ჩინური ამბებიც გვაინტერესებს. ჩინური ამბები. თეატრებზე თქვა რომ ეს არის პირადად ჩვენი მენეჯმენტის დამსახურება, იმიტომ რომ მე დიდხანს არ მესა აი კაც რაღაცა 3 კინკილა უცხოელისთვის ამბავი ტელევიზორები უნდა ვიყიდოთ, რომ დიდი ეკრანები ამბავი ფულის ხარჯავს რა. მე როგორც მივხვდი რაღაც გუშინაც იყო ვიღაც გაეროს წარმომადგენლები ჩვენთან და ძალიან გამოვყვეს ამ შეგვაქეს და ძალიან გამეხარდა ეს ამბავი. ეს მოკლედ ეს მენეჯმენტის სფეროა და მათი დამსახურებაა. რაც შეეხება ჩინეთს, ეს არის შესანიშნავი ქვეყანა. ავტორიტარიზმი არაჩვეულებრივია. რა კარგია. რა კარგია ცხოვრება. ჩავედით. ძალიან ნერვიულობდა ეს კაცი, ვინც ფესტივალის მომწყობი და ძალიან დიდი ქვეყანაა მოგეხსენება ჩინეთი. პატარა ქალაქში ვიყავით ჩვენ, მაგრამ რამოდენიმე მილიონი იყო მოსახლეობა მისი და საქართველოს მოსახლეობა იყო იმ ქალაქში, მაგრამ პატარა ქალაქში და ჩვენი მოსახლეობა. მაგრამ რაღაცა შიდა რაღაც ფესტივალი იყო საკმაოდ დიდი. სადაც ქართველები დამყოფები იყვნენ, როგორც ვთქვი, ჩვენი კოლეგები, ბევრი თეატრი იყო დამყოფი. და ნერვიულობდა ეს კაცი. მომწყობი და მოვიდა თურმე ჩამოდეს ვიღაცა მთავარი პოლიტიკური ბოსი. ები რამოდენიმე. არა თეატრალური, არამედ პოლიტიკური. და ძალიან ღელავდა და ეს კაცი მოვიდა, კათხასიაძე იყო ეთქობა, გადაკოცნა ყველა გოგოები, ჩვენ გოგოები დაიჩოქა იმას და გაგიჟდა ეს კაცი ბედნიერი იყო და მივხვდი რომ უცებ ლენინი გავხდი. მორჩი, ყველა შეკითხვა მოისპო თეატრის მიმართ, სპექტაკლის ნახვა არ იყო საჭირო. ბეჭედი დატყოვილი მორჩი, იყო. ლენინი ხარ, თავრობას მოწოხარეს გავხეთობა. არანაირი ეჭვები მიღებული იყო. გოგონის სხვანაირად ხომ, პაპა, გენი ყველაფერი გადასარევი გრუბლებზე დადიოდა ყველა, მაგრამ მაყურებელი ცოტა ძალიან დიდი დარბაზი იყო. ეს სპექტაკლი იყო მარჯანიშვილის სარდაფში ჩაფიქრებული, ესეთ კამერული სპექტაკლი იყო. რომ მივედით, კი ვიცოდი, მაგრამ ამ ხელასაც არ ველოდი. 1000-ზე მეტი მაყურებელი იყო და ძალიან დიდი სცენა იყო, ესე რომ 8 მეტრი იყო პირველ
რიქსა და დაშორება მაყურებელს და თქვენს. იმიტომ რომ საორკესტრო ის იყო იამა რა ქვია ორმო რომელიც ამოსებული იყო მაგრამ მანძილი ძალიან დიდი იყო და ნუ ვიფიქრე რომ ცოტა შეშინებული ვიყავი თან ისე მოხდა რომ ვერ მოასწარე თბილისში განათება და იქ 3 დღე სპექტაკლამდე 2 დღე ნახევარი ყოველ შემთხვევაში არ გამოსვლარ თეატრიდან პრაქტიკულად მე ჩინეთი არც მინახია მუშაობის პროცესმა ჩაგვიწვიეთ. საწყლები ეს ჩვენი მსახიობების მოკალი და იქ გავანათეთ. და ძალიან კარგი ხალხია ეს ჩინელები. იმის ამ შრომის მოყარე. ფესტივალის გოგოები ვიღაცები არაბინ არის ის ინგლისურის აზზე არ არიან. ეს არის შესანიშნავი, ამიტომ ჩვენ ვიყავით კომუნიკაცია. ჩვენ ვიყავით დენიელ კარნეგების. აი ძალიან მაგარი ინგლისურით ლაპარაკობდით ყველა და იმათ ფონზე. ნუ თუ მაყურებელი როგორ გითხრათ? აღმოჩნდა ძალიან კარგი, აი უზარმაზარი დარბაზი, ეს პატარა სპექტაკლი ამხელა სივრცეში და ძალიან მოუხდა პირიქით. პირიქით რაღაცა ფოკუსი შეიცვალა თითქოს და ძალიან ნუ ყოველ შემთხვევაში მე რაც გავიგე რაღაცა გაღიმებული სახეებით კონდათ ემოციები. მაყურებელზე ვისაუბრეთ. შეიძლება ყველას უღიმიან მე არ ვიცი, მაგრამ მაყურებლებზე ვსაუბრობთ და აი თქვენ ნახევარი თუ მთელი მსოფლიო მოვლილი გაქვთ მოკლედ სხვადასხვა გასტროლებით და თუ გაიხსენებთ აი გამორჩეული მაყურებელი რომელ ქვეყანაში დაგხვდათ რამაც თქვათ განსაკუთრებული ემოცია დატოვა თქვენში მათმა რეაქციებმა და ასე შემდეგ. თუ გამოარჩევთ რომელიმე ქვეყნის მაყურებელს. იცით დიდი განსხვავება რთულია რომ იპოვო. დაახლოებით ერთ და იგივე მაყურებელია ყველგან. რა თქმა უნდა არის სხვადასხვა ტემპერამენტი. მაგალითად ყველაზე მაგარი იყო ტუნისელი, აფრიკაში ვითამაშეთ ტუნისში. იქ იყო ეს ჩემი ქვეყანა იყო. ეს რო ჩავედი ტუნისში, სიტყვინავდი რომ გამოვედი, იმან ფრინავმა მომიკიდა სიგარეტზე, ტრაპზე ისა პაპიროსი და მივხვდი ეს არის არაჩვეულებრივი. კიდედაც რა დარჩენილი. ყველა გადასარევი ისა ყველგანეთ თეატრში წეწოდნენ მაყურებლები. რა საინტერესო. ცოტა ესეთი ახალგაზრდული თუ საბავშვო რაღაც ესეთ ფესტივალი იყო და ფაუსტი ქონდა წაღებული, თოჯინური სპექტაკლი იყო და ამიტომ ნუ აი ბავშვებით იყვნენ და იყო აი ესეთი პირდაპირ არაბული რაღაც აი ქარვასლის სურნელი ქონდა ამას ყველაფერს. ბავშვებთან და დედები რა მოვიდნენ პაპიროს ეწევიან რა პორტოკლებს ცვლიან ჭამენ და აი ეგეთი ცოცხალი მაყურებელი ეს ყველაზე მეტად დამომახსოვრდა თქვენი მოგზაურობა. და ძალიან ის იყო. მიხედავთ იმის რომ სპექტაკლი ესეთი კამერული იყო. იქ ცოტა მე თოჯი და მაკოცა ერთმანეთს ნუ რაღაცა სექსის მაგვარი ქონდა გაორთქდა. ისე გავიდნენ დედები და ბავშვები. რო ვერც დავინახე. და მობრუნდნენ ტაში დასაკრავად. მართლა? თავარია რომ მობრუნდნენ და ისე არ გაიგრძელებდნენ. ანუ მოbrunდნენ და ესეთი მომენტი რო იყო, აკრეს დედებმა შვილებს ხელ, გაიყვნენ ბავშვებად მანახე გაიყვნენ. ზოგადად შემოbrunდნენ. ძალიან აი არაჩვეულებრივი მართლა ესეთი მოძრავი იყო დარბაზი, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ხმაური და არ იყო ის ანუ ყურადღებით ისმენდნენ ხო? ძალიან საინტერესო იყო. რა ის კიდე აი ქართულ მაყურებელზე რას ვეტყვით, იმიტომ რომ ბევრი რეჟისორი მსახიობი მომღერალი ამბობს ხოლმე რომ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ქართველი მაყურებლის წინაშე არის ხოლმე სცენაზე. არიან კრიტიკულები? კი, რა თქმა უნდა. იცვლება, იცით, სულ ეს დღეს ჩვენი ცხოვრება იცვლება ყოველ წუთას. არ ვიცი კარგისკენ თუ ცუდისკენ, მაგრამ იცვლება. და ჩვენც ვართ ამ გრევისა და ცვლილებების მაყურებელია, რომელიცაც სიახლე აუცილებელია. ეს არ არის რეტროგრადი ქართველი მაყურებელი, ну რაღაც ნაწილის გარდა
რომელიც ალბათ აღარ დადის თეატრში. იმიტომ რომ არ ვიცით. მაგრამ ვინც ქართველი მაყურებელი ამ წუთას არის ძალიან მომთხოვნი სიახლის აუცილებელი გზნობა აქვს. ის რაც გუშინ ახალი იყო, ხვადილას ძველია. ქართველი მაყურებლისთვის ეს ნაგრახი მაქვს, ეს აღარ გვინდა რამე სხვანაირად და ძალიან ავანგარდული. ძალიან კოვიდის მერე ვიგზენი უცებ რომ მაყურებელი აღარ მოდის თეატრში იმისთვის რომ საღამო გაატაროს, დაისვენოს და ასე მოდის რაღაცა წაიღოს იქიდან მოთხოვნით მოდის და ეს ძალიან დაგვეხმარა ყველას და ქართულ თეატრსაც მიცა ესეთი ჟანგბადი, უფრო რთული და უფრო კარგი პიესები დაგვეწყო, ისაც ადრე ვერ გავბედავდით მაგალითად. ბატონო ლევან, უღრმესი მადლობა უნდა გითხრათ სტუმრობისთვის. არანაირი საეთერო დრო არ გვეყოფა თქვენთან სასაუბროთ, იმდენად საინტერესო რესპონდენტი ხართ, თუმცა ჩვენ ხელსარიელს არ გაგიშვებთ დღეს აქედან. ეს გახლავთ წერეთლისეული ვეფხისტყაოსანი ლიმიტირებული კოლექცია, სულ 3000 არის გამოსული ბიბლიის მაღაზიათა ქსელში და ჩვენთვის განსაკუთრებით საყვარელ სტუმრებს ჩუქნით ამ ვეფხისტყაოსანს და ამ შემთხვევაში თქვენ მინდა რომ გადმოგცეთ აი ამ მეორე არაჩვეულებრივ კიდევ ერთ საჩუქართან ერთად მოლესკინის ბლოკნოტით, სადაც ჩაინიშნავთ მოკლედ თქვენთვის მნიშვნელოვან რაღაცას. ძალიან დიდი მადლობა განსაკუთრებით ვეფხისტყაოსნისტი ვარ. ჩვენი პასპორტი არის მთელს ევროპასთან ვეფხისტყაოსანი. მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და მართლაც ანიმ როგორც აღნიშნა, არც ერთი დრო არ გვეყოფა, ამიტომ უნდა გესტუმროთ, რეპეტიციაზე უნდა წავიდეთ ანიმ მეგონი დავსწრაფსა კიდევ გელოდებით ჩვენთან. შევახსენოთ მაყურებელს ლევან წულაძე რეჟისორი გახლდათ. ჩვენი სტუმარი მცირე სარეკლამო პაუზა იქნება დილის პალიტრის ეთერში, დაგვილოდეთ მალე დავბრუნდებით. დროებით. დილის პალიტრას წარმოგიდგენთ ავერსი, რომელიც სიყვარულით გთავაზობთ თავის მოვლის, კოსმეტიკის და ბავშვთა პრემიუმ ბრენდებს. ჯიგარო მისმინე, ჯიგარო ჩარიცხე, წელფრის ანგარიშზე და ყოველ ხუთლარზე ერთ ბილეთს მიიღებ, ჯიგარო მოიგებ 5,000 ყოველ კვირა და ახალ წელს 10,000, 20,000, 40,000. სელფის გათამაშება, რომელზეც უნდა ვილაპარაკოთ. და ვიმღერა